სურსათის ფასების საკითხი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რადგან ის პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის მსყიდველობით უნარსა და ცხოვრების დონესთან. ნამბეოს 2026 წლის სურსათის ინდექსი, რომელიც ათვლის წერტილად ნიუ-იორკის ფასებს იყენებს, ნათლად აჩვენებს მკვეთრ სხვაობას ქვეყნებს შორის. გლობალურ რეიტინგში ქვეყნებს შორის, სადაც სურსათი ყველაზე ძვირი ღირს ბერმუნდის კუნძულები ლიდერობს. ინდექსზე მისი ქულა 153 ერთეულს აჭარბებს. მას მოყვება ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, შვეიცარია და ისლანდია. ასეთი მაღალი ფასები რამდენიმე ობიექტური მიზეზით არის განპირობებული. კუნძულოვან სახელმწიფოებში სურსათის სიძვირე ძირითადად იმპორტზე მაღალ დამოკიდებულებასა და რთულ ლოგისტიკურ ჯაჭვებს უკავშირდება, რადგან პროდუქციის უდიდესი ნაწილი საზღვაო ან საჰაერო გზით შედის. ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვეიცარია და ისლანდია, ფასების ფორმირებაზე გავლენას ახდენს მაღალი გადასახადები, შრომის მაღალი ანაზღაურება და მკაცრი კლიმატური პირობები, რაც ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო წარმოებას აწვირებს. სრულიად საპირისპირო სურათია ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნების ხუთეულში, სადაც სურსათის ინდექსი მინიმუმამდეა დაყვანილი. მსოფლიოში ყველაზე იაფი სურსათით პაკისტანი და ავღანეთი გამოირჩევიან. მათ მცირედით ჩამორჩებიან ირანი, ინდოეთი და ეგვიპტე. ამ ქვეყნებში პროდუქციის დაბალ ფასს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მუშახელისა და ენერგორესურსების დაბალი ღირებულება, რაც წარმოების ხარჯებს ამცირებს. გარდა ამისა, ინდოეთისა და პაკისტანის მსგავსი აგრარული გიგანტები დიდწილად საკუთარი წარმოებით კმაყოფილდებიან. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეროვნული ვალუტების დევალვაციაც, რაც დოლარში გამოსახულ ფასებს საერთაშორისო რეიტინგებში ხელოვნურად დაბალს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს პროდუქტები ადვილად ხელმისაწვდომია. რეგიონულ ჭრილში საქართველოსა და მისი მეზობლების შედარება საინტერესო დინამიკას ავლენს. მოწოდებული მონაცემებით მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათი ყველაზე ძვირი თურქეთშია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ძლიერი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა, ბოლო პერიოდის მაღალმა ინფლაციამ ფასებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. მას მცირედით ჩამორჩება სომხეთი და რუსეთი. საქართველო ამ სიაში 126 ადგილზეა. რაც ნიშნავს, რომ სურსათი აქ უფრო იაფია, ვიდრე სამივე ზემოთ ჩამოთვლილ მეზობელთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთია, რომლის ბაზარი ძალიან არის დამოკიდებული იმპორტზე და სადისტრიბუციო მარჟებზე, რაც ფასებს ხელოვნურად ზრდის. რეგიონში ყველაზე იაფი ქვეყანა აზერბაიჯანია. აზერბაიჯანის სურსათის დაბალი ფასი ხშირად ენერგორესურსებზე, დაბალი ტარიფებითა და სურსათის გარკვეულ ჯგუფებზე სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკით იხსნება. საერთო ჯამში საქართველო რეგიონულ ოქროს შუალედს იკავებს, თუმცა ბაზრის იმპორტზე დამოკიდებულება კვლავ რჩება ფასების ფორმირების მთავარ გამოწვევად. ქვეყნებში სურსათის ფასების დიფერენცირება მრავალმხრივი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორების ერთობლიობით არის განპირობებული, სადაც გადამწყვეტ როლს ლოგისტიკური ხარჯები და ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულება თამაშობს, რადგან სატრანსპორტო დერეფნების სირთულე და საწვავის ფასის მერყეობა პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაზე. ამასთანავე უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობა და სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, რომელიც ხშირად ხელოვნურად ამცირებს ფასებს შიდა ბაზრისთვის, მაშინ როცა მაღალ განვითარებულ ქვეყნებში შრომის მაღალი ანაზღაურება, მაღალი საოპერაციო ხარჯები და მკაცრი ხარისხობრივი რეგულაციები პროდუქციის გაძვირებას იწვევს. ფასწარმოქმნის პროცესში დიდ გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა საგარეო შოკების მიმართ, საგადასახადო სისტემა, კერძოდ კი დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთები და საცალო ვაჭრობის სექტორში არსებული კონკურენციის დონე, რაც საბოლოო ჯამში სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში სურსათის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს.